ჯუთას ხეობაში აუთვალიერეთ დამეწყნილი არეალი, მათ შორის ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა. ვართ სპეციალისტებთან ერთად ამოსული, რომ ადგილზე გვენახა სიტუაცია და მაქსიმალურად მოკლე ვადაში მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, ინჟინრულად სწორი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში ეს გზა სრულფასოვნად გაიხსნას და ჩატარდეს ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ მაგ მინიმუმამდე იყოს მეწყრის რისკი დაყვანილი. მეწყრული კერა წარმოადგენდა ისტორიულ მეწყერს, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან აქტიური დინამიკაში მოვიდა, შესაბამისად საჭიროებს განსაკუთრებულ დაკვირვებას, კვლევაძიებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევაძიებითი სამუშაოები, რომელშიც ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. უახლოეს 10 დღეში დაახლოებით მიღებული იქნება შესაბამისი, უკვე დასრულებული იქნება შესაბამისი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები. საუბარი არის ფერდის დამუშავებაზე, დაანკერებაზე და 150,000 კუბი მეწყრული მასის მოხსნაზე.